ნუ ხა საფხული როგორც ეს არ არის ხოლმე აქტიური პერიოდია საქართველოს საგარეო პოლიტიკას თუ ავიღებთ, ალბათ მაინც ყველაზე დიდი ყურადღება მიიღო, რა თქმა უნდა, ჩინეთში ვიზიტმა და იქ გაკეთებულმა განცხადებებმა სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებამ და ბევრში ამან მოიხსენება შეშფოთებაც გამოიწვია, მაგრამ ნუ პარალელურად ხა რამდენადაც მე ვიცი, მიდიოდა მუშაობა სერიოზული, ესე ვთქვათ, სახელმწიფო უწყებების მიერ მუშაობა სერიოზული მიდიოდა იმაზე, რომ საქართველოს რაღაცნაირად შეესრულებინა 12 პუნქტი, ხა რა თქმა უნდა თავს მოვიტყუებთ 12 პუნქტის შესრულება იდეალურად არის შეუძლებელი და შეიძლება ამის პოლიტიკური ნების რაღაც დეფიციტიც იყოს, მაგრამ ნუ საქართველოს თავრობაში მე მგონი არის მაინც რაღაც ოპტიმიზმი და ეს ოპტიმიზმი პრინციპში იგრძნობა სხვა წყაროებიდანაც, იგივე ბრიუსელიდან, რომ საქართველოს მაინც ალბათ წესით მიიღებს სტატუსს, კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ეხლა თუ ვიმსჯელებთ ჩვენ ობიექტური, ესე ვთქვათ, კრიტერიუმებით, ტექნოკრატიული კრიტერიუმებით, საქართველოს რა თქმა უნდა არ ჩამოვარდება არც მოლდოვას და მით უმეტეს არც უკრაინას, იმიტომ რომ უკრაინა ეხლა ომშია და მას ვერ მოთხოვს ეხლა შეასრულოს 12 პუნქტი, თუნდაც მეტნაკლებად კარგად. თავი დავანებოთ, რომ იდეალურად მით უმეტეს ვერ შეასრულებს 12 პუნქტს. შესაბამისად, ალბათ მაინც არის იმედი და მუშაობა ამ ხრივ მიდიოდა, რომ აი რაღაცნაირად, როცა მოვა ამის დრო, საქართველოს ექნება ტექნიკურად რაღაც პარამეტრები დაკმაყოფილებული მეტნაკლებად, მოდი ესე ვთქვათ, რომ იდეალურად ამდენად ვერ იქნება, დავისწავად ცხადია და მე უკვე საქმე მიდგება პოლიტიკურ ნებაზე, ესე ვთქვათ, უბრალოდ მიღებული იყოს მე პოლიტიკური გააწყვეტილება საქართველოს მისცენ, მოგცენ უბრალოდ ჩვენ კანდიდატის სტატუსი, როგორც მე ვიცი, ეხლა პრინციპში წინააღმდეგი თითქმის არავინ არ დარჩა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ და ეხლა ამ ხრივ ნებისმიერი რაღაცა სკანდალი, ნებისმიერი ხმაური შეიძლება იყოს ჩვენთვის ამ ხრივ დამაზიანებელი. ეხლა იგივე ზურაბიშვილის მიმართ ეხლა აგურებული ეს იმპიჩმენტი, ეხლა შეიძლება ეს იურიდიულად გამართლებულიც არის, იმიტომ რომ მას არ შეუთანხმებია ხო რაღაცები ნამდვილად აღმასრულებელი ხელისუფლებასთან, მაგრამ იმით საზიანებს ფაქტია ხო ქვეყნის და ეხლა რა ვიცი უნდა ვილოცოთ რომ რაღაცნაირად ჩაიაროს ამ პროცესმა ისე რომ მანდ მაინც არ დაარტყას ჩვენ შანსებს რომ მივიღოთ სტატუსი. აი ბატონ თორიკე, ერთი არის ეს რეკომენდაციების შესრულება, თუმცა მეორე მხარე არის დიპლომატია, ის თუ როგორ ურთიერთობებს ამყარებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ევროპელ ლიდერებთან, ამ თვალსაზრისით როგორი იყო დინამიკა ზაფხულში? მე რაც ვიცი, საქართველოს ეხლა ყავს საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერი პირველ რიგში სხვა შორის გერმანიის და ასევე საფრანგეთის სახით, მხარდაჭერი სწორედ იმ საკითხში რომ მივიღოთ ჩვენ სტატუსი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხა კი ევროკავშირში ყოველს რა თქმა უნდა თანაბარი ძალა აქვს ფორმალურად, მაგრამ სიამდვილე შესაძლოა უნდა მაინც გაცილებით უფრო მეტი წონა აქვს გერმანიას პირველ რიგში და მერე რა თქმა უნდა საფრანგეთს. და მათი მხარდაჭერის მოპოვება როგორ ჩანს მოხდა და მადლობა ღმერთს არა ვარ მხოლოდ უნგრეთის იმედად, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეხლა ეს კარგი ურთიერთობა ეხლა ესე ვთქვათ არ არის საკმარისი ხო რბილად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ უნგრეთი რაღაცნაირად დამუარნილია ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკიდან, თუმცა ეხლა ამავე დროს უნგრეთის გარიყვა ევროკავშირიდან, ევროპიდან ეს რა თქმა უნდა არ მოხდება რანაირად ეს ამის წარმოქმნა შეუძლებელია. და აი ეს ალბათ არის მეორე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ასევე უნდა გააქტიურდეს. გულისხმობთ მეორე რომ პირველი საუბრის არის ტექნიკური პარამეტრების შესრულება, ანუ ტექნოკრატიული სამუშაოს გაწევა, რომელზეც მუშაობენ რა თქმა უნდა ჩვენთან უწყებები და ისინი თანამშრომლობენ აქტიურად რა თქმა უნდა ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან და მეორე უკვე პოლიტიკური მუშაობა დედაქალაქებში. აქ რაც მე ვიცი, დაალაგებული ურთიერთობა ბერლინთან და პარიზთან, თუმცა ამავე დროს რამდენიც მე ვიცი და ეს ჩანს ზედაპირზე შეიძლება ითქვას, არის გარკვეული პრობლემები და რაღაც დონეზე დარჩენილი ბალტიისპირეთთან და პოლონეთთან. ალბათ მათ აქვთ გარკვეული შეკითხვები, ესე ვთქვათ, საქართველოს პოლიტიკურ კურსთან შეიძლება ეს პირდაპირ ვერ თქვათ, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებულებასთან უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებაში. ბრიუსელიდან რა სიგნალები იყო საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? ჩვენ გვახსოვს მაგალითად შარლ მიშელის განცხადება 2030-ში გაფართოებასთან დაკავშირებით. შესაძლოა თუ არა ეს მივიღოთ როგორც პოზიტიური სიგნალი ბრიუსელიდან და კიდევ რა სიგნალები იყო, ასე ვთქვათ, ზაფხულის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ? თავისთავად ეს კაი განცხადებაა, ცხადია, თუმცა ეხლა შარლ მიშელმა კი არა, მე მგონი ღმერთმაც არ იცის, მოდი ესე ვთქვათ, როდის გაფართოვდა ევროკავშირი, იმიტომ რომ ჯერ რაც თავარია, უნდა დასრულდეს უკრაინაში ომი, იმედი ვიქონიათ, რომ უფრო კარგი შედეგით ვიდრე ცუდით, ხო? და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ უფრო სხვა თემებზე. ან დღის წესრიგში ეხლა ეს გას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ყველამ. შესაბამისად,
ეხა რა ვიყო ჩვენ უკრაინის ხა მაგალითად ფაქტია ხო უკრაინას სტატუსი გააჩნია ხო მაგრამ ამავე დროს ეხლა სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება ეს ქვეყანა სტატუსით ვერ ისარგებლობს ხო ჩვენ ხედავთ ეხლა იქ რა ხდება რა სიტუაცია არის ქვეყანა რომელიც ესეთ ომში ესეთ საშინელ მტერთან უნებრივია ვერ შევა ხო ევროკავშირში რაზეა საუბარი ამაში არის საქმე ან ყველაფერი მიული არის ამ ომზე და რა თქმა უნდა იგივე ჩვენი წევრობაც მოდი ვაღიაროთ რასაკვირველი იქნება მიბული ომის შედეგებზე ეს არის ცენტრალური საკითხი შეიძლება ითქვას ასე რომ არავინ არ იცის 2030-ში რა მოხდება ის რომ ოპტიმიზმი რაღაც დონეზე არსებობს ბრიუსელში და შარლ მიშელის ამ განცხადებაშიც გამოჩნდა რა თქმა უნდა კარგია რომ ღია კარის პოლიტიკას ატარებს ევროკავშირი ხა ამ ეტაპზე თავისთავად ცხადია მაგრამ ყველაფერი რა თქმა უნდა მასზე არის დამოკიდებული ევროკავშირზე გულისხმობ რაც შეეხება მოსკოვიდან საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე ამაზე რას ეტყვით მაგალითად იმ მუქარის შემცველ გზავნილებზე რომელიც იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით თუ გულისხმობთ ახლა მედვედევის განცხადებებს მე მგონი ეს კაცი უბრალოდ ესე ვთქვათ ერთობა ხოლმე იმ პერიოდში როცა გრიგორი კარასინის განცხადებაც იყო გარდა მედვედევის დიახ კი მაგრამ მე მგონი მაინც საბოლოოში ეს ამორნილია კონტექსტიდან მოდი ესე ვთქვათ ამ ეტაპზე მე მგონი რუსეთი ამის გაკეთებას არაპირებს იმიტომ რომ ამის უბრალოდ არ ცალიეთ ეს მას ახლა რეალურად არაფერს არ მოუტანს საერთოდ ხა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხა ეგეთი გიჟებიც არ არიან ვაკეთონ ის რაც მათ არაფერში არ აწყობთ და არ ჭირდებათ ხო შესაბამისად მე მგონი ეს ორი განცხადებაც ამორნილია რაღაცნაირად მე მაგალითად ხა მედვედევის განცხადების კონტექსტი გასაგები აგვისტოში ყოველთვის ახსენდება თავისი ისე ვთქვათ ნამოღვაწარი იმიტომ რომ თუ რამით გამოიჩინა თავი მან პრეზიდენტობის დროს ეს იყო ეს ომი და მე აღიარებები ამ ორი ტერიტორიის მოხსენებად კარასკინის გათხრებასაც შეეხება მე მთლიანად არ წავიკითხე კონტექსტს გააჩნია შეიძლება ინტერვიუში კითხეს რაღაცა ამაზე პასუხი გასცა ამიტომაც ამ ხრივ მე მგონი ისე ვთქვათ ამ ეტაპზე ალბათ საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება იმიტომ რომ არ ცალიათ ეხლა ამისთვის ეხლა ძალიან რომ მოინდომონ ცხადია ყველაფერი შეიძლება წავიდნენ მაგრამ არ ჭირდებათ ელემენტარულად ამ ეტაპზე არანაირად მათ ეს გააკეთონ. რაც შეეხება საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, ჩვენ ჯერ მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო სამიტი იყო ამ ზაფხულს, ნატოს სამიტი, სადაც საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი. ამ ხრივ რა ვითარებაა, რომ შეაჯამოთ ნატოში ინტეგრაციის მხრივ? ეს კიდევ უფრო მეტად არის მიბმული უკრაინაში ომზე. იმიტომ რომ მოიხსენებათ ახლა ნატო კიდევ ნატოსში საქართველოს და მით უმეტეს უკრაინაში შესვლას რუსეთი კიდევ უფრო გააფთრებული წინააღმდეგება ვიდრე ევროკავშირში შესვლას. და ახლა ნატოში ინტეგრაციის თავი შეამფერხებელი ფაქტორი რა არის ჩვენთვის საქართველოსთვის? ეს რუსული ჯარების ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე. იგივე ეხება უკრაინას ცხადია, ხო? იქ კიდევ უფრო მძიმედაა სიტუაცია, იმიტომ რომ ახლა აქ ჩადგა, მაგრამ გაკენული ეს ვითარება და მადლობა ხორცს ახლა ცხელი ომი რუსეთთან არ გვაქვს. უკრაინის რუსეთთან გააჩნია ცხელი ომის სიტუაცია თავი. ჩვენ ეს ყველამ ვიცით. აქედან გამომდინარე, ნატოში ინტეგრაცია ალბათ კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული უკრაინაში ომის შედეგებზე. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია საქართველოს გულისხმობ. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია გავაგრძელოთ ნატოსთან თანამშრომლობა და ტექნიკურად კიდევ უფრო მეტად მივახოვდეთ ამ ალიანსის რაღაცა პარამეტრებს და სტანდარტებს და ეს დიდი ხანია ხდება, მაგრამ თუ არ შეიცვალა სტატუს კვო რეგიონში, გულისხმობ პირველ რიგში სტატუს კვოში რა თქმა უნდა რუსეთის ჯარის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკურად ჩვენ ისევ ესე თქვათ ერთ ადგილას ვიდგებით როგორც აქამდე ვდგავართ მოყოლებული 2008 წლიდან იმიტომ რომ მისმა ესე თქვათ მისმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ძალიან შეაფერხა თუ არ გააჩერა ნატოში ინტეგრაციის პროცესი გულისხმობ პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესი თორე ტექნიკურად ჩვენ უახლოვდებით პარამეტრებს და ჩვენი ჯარიც ასე თუ ისე რა თქმა უნდა ეხლა კი არა ძალიან მიახლოებულია პარამეტრებთან შეიძლება კიდევ უფრო მეტად მიახლოებული ვიდრე ნატოს ზოგიერთი სახელმწიფოს შეერაღებული ძალები